დღეს მოგიყვებით იმ შეცდომებზე, რომლებსაც წყვილები უშვებენ ქორწილის დამოუკიდებლად დაგეგმვის პროცესში. პირველი, ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა. წყვილები ხშირად ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერი უფრო იაფი გამოუვათ, მაგრამ გამოცდილების არქონიდან გამომდინარე უშვებენ ძალიან დიდ შეცდომებს. ჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები და უჭირთ რეალური ფასების გარკვევა და მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან, დაქირავებულ პერსონალთან. შედეგად ხარჯავთ უფრო მეტს, ვიდრე ორგანიზატორის დაქირავების შემთხვევაში დახარჯავდით, ოღონდ ამას იგებთ არა პროცესში, არამედ ქორწილის დღეს. მეორე, არასწორი დღის გეგმა. წყვილები ხშირად ადგენენ ძალიან ზოგად და არარეალურ დღის გეგმას. გამოცდილების არქონიდან გამომდინარე ხშირად ავიწყდებათ გაითვალისწინონ ლოკაციებს შორის გადაადგილებების, დეკორის მონტაჟის, საუნდჩეკის, მაგიდების სერვირების დროები და საცობები. შედეგად კი ქორწილი გამოდის ქაოტური და დაგვიანებებით სავსე. მესამე, შეცდომები მომწოდებლებთან კომუნიკაციისას. ჯავშნიან ნაცნობობით ან ირჩევენ ყველაზე იაფიან ვარიანტებს, ხელშეკრულების, ტექნიკური დავალებისა და ხარისხის გადამოწმების გარეშე. შედეგად იღებენ ცუდ სერვისს, ბოლო მომენტში გაუქმებებს, ცუდ კომუნიკაციას, უხარისხო ფოტო, ვიდეო, მუსიკასა და დეკორს. მეოთხე, პრობლემები ლოკაციასთან. წყვილები ხშირად ლოკაციის დაჯავშნის დროს არ ითვალისწინებენ ლოკაციის ტევადობას, პარკინგს და სივრცის თავისებურებებს. ჯავშნიან ლოკაციას ტექნიკური დეტალების დაზუსტების გარეშე, როგორიც არის მაგალითად განათება, ელექტროობა, აკუსტიკა, სამზარეულოსა და მომსახურების ხარისხი.